დილამშვიდობისა მეგობრებო. დილიშვილი საათი შესრულა მეგობრებო და შვენიერ ხასიათზე ვარ. საოცარი. კარგი უცება ვიწონებ და ვნახავ თუ რამდენ შეადგენს ჩემი წონა. 138 კილო და 200 გრამი. წავიდი. ცოტა ცივა. თენდება შესანიშნავი დღეა მეგობრებო. შესანიშნავი. 1 კილომეტრს გავირბენ და დავბრუნდები. დილის გამავნებელი მორჩა მეგობრებო ამით. მაგარია. და წავალ ახლა თავს მოვიწესრიგებ. ეხლა მოვამზადოთ საუზმე. ჩვენი უგემრიელესი ბლინები. დავიწყოთ. დაფა ცხელდება. ჩვენი საუზმეც მზად არის. ეხლა შევექცევი ამ უგემრიელესობას. ვაიმე. ზო, მეგობრებო. ზო, კაფეს ვხსნი. მორჩა. კაფე. ნიკას ბლინები. პორტოყლის წვენი მივაყოლოთ. ამ ვიდეოს თუ უყურებ, ჩადი მაღაზიაში. ხვალისთვის იყიდე ინგრედიენტები და დილით მოამზადე ბლინები ნუტელასთან და ბანანთან ერთად. პორტოყლის წვენით დაწურე და მიირთვი საუზმეზე. და დამიწერე მერე კომენტარებში როგორ მოგეწონა, როგორი იყო და ასე შემდეგ. აუცილებლად მეგობარო. ჩემი ბუგატი. როგორ ფორმაშია, ჰა? ვაუ. ოპა.
წავედით აბა ჩვენი ბუგატი დავქოქოთ. ჩვენი მეგობრებო, საფრთხეობა არ დაგვიწყდეს. ამან გადამარჩინა ერთხელ. წავედით. ამოვედი და ეხლა დავიწყებ სიარულს. კილომეტრი ნახევარი გზა არის გასავლელი და ერთხელაც კი არ გავჩერდები. ჩვენი ბუგატი კი აქ მოიცდის ცოტა ხანი. ხო არ მოიწყენ ბიჭო? არაო. კარგი. ნახევარი გზა გამოვიარე, არ ვჩერდები. წინ და წინ. ჩვენი აისბერგი დაახლოებით უკვე 10 მეტრის სიმაღლის არის და ნელა უკვე უერთდება ერთმანეთს, ზედა მხარე და ქვედა მხარე. როგორც იქნა ამოვახციე, როგორც ხედავთ, სულ დაოფლილი და სველი ვარ, მაგრამ არა უშავს გამოსასვლელმა იქა, ყოველთვის თანდა მაქვს და გამოვიცვლი. ცოტა ხანში ოღონდ ჯერ არა, ჯერ კიდე ოფლი გამომდის, გამოვიდეს ეს ოფლი და მე. ეხლა დავიწყებ ბუქნების და აჯიმანიების გაკეთებას. წავით. კარგი. ხელები თავზე და წავიდა. 1 2 3 1 2 3 4 5 6 7 8 9 ამას 4 მისვრას გავაკეთებ და ეგრევე დავეშვები წიმდინარესთან. წიმდინარე მეგობრებო, ეს არის შესანიშნავი დოფამინის და ადრენალინის შეგრძნების საშუალება. ძალიან მაგარია, ძალიან. გირჩევთ, რომ თქვენს გამოსცადოთ ერთხელ მაინც. ყოველდღე თუ არა, ერთხელ მაინც გამოსცადეთ. სიმხნევე თავისთავად მოდის რა, თავისთავად. 1-2 სიტყვა მინდა გითხრათ ჩვენ სოფელზე. ჩვენი სოფელი არის მეგობრებო, უნიკალური, გასაოცარი და ძვირი ამავე დროს. მაგალითად, ტურისტები რო ჩამოდიან დიდრები ჩვენ სოფელში, იძახიან რომ ბათუმში დასვენება უფრო იაფი გვიჯდება, ვიდრე აქ ჩამოსვლაო და წელიწად გამოშვებით მოდიან ხოლმე აქ. ჩვენ სოფელში არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. თავისი ბასეინებით, თავისი სპორტული მოედნებით და დიდი ტერიტორიით, ასე რომ ვთქვათ. ასევე სოფელში გვაქვს ვულკანური წყლები მეგობრებო. აი 40 გრადუსია წყლის ტემპერატურა. ზამთარში იმისვლა არის უკეთესი, მათ მთებშია ძალიან შორსაც არ არის, დაახლოებით ამ ადგილიდან 10 კილომეტრშია. ფეხით მისვლა 2 საათშია შესაძლებელი, მანქანით მისვლა 9 საათში. და ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის ხოლმე ზამთარში, მანდ რო წავიდეს. და სურვილი თუ გაგიჩნდებათ, შემდეგ ვიდეოში გადავიღებ მაგ ადგილს. სურვილი თუ გამგიჩნდებათ მეგობრებო, ჩამოდით და ერთად წავიდეთ და ვიბანაოთ ცხელ წყალში. გოგოებსაც შეუძლიათ მისვლა, ბიჭებსაც შეუძლიათ მისვლა. ცალკე აქვს გაკეთებული და ამას თქვენი თვალით დაინახავთ მეგობრებო, თუ როგორ არის გაკეთებული. დავეშვით წიმდინარესთან. ოპა! კარგია! კარგია მეგობრებო! მეგობრებო! ჩემი საფილმო სიტყვა უკვე. კარგია. კაცინდეს ცოტა. კაცინდეს. სივი არ არის. სივი არ არის. ორი წუთი. მოდი ავიღე და ჩამოვედი. 2 წუთი უნდა გავჩერდე, ზუსტად 2 წუთი. აქედან რომ ამოვალ, უნდა წავიდეთ და ხორცი უნდა შეიწვა ქვაზე. რა ლამაზი მზე არის, რა ლამაზი ხედია. მაგარია. ამოვედი აი ესეთ შესანიშნავ ადგილას და ეხლა უნდა ვიპოვო სწორზედაპირიანი ქვა, რომელზეც შევწვავ ხორცს. შვენიერია. პატარა კენჭი მინდა რომ მოუყუდო. აი ეს გამოდის. აი როგორც ხედავთ, ლამაზად იწვება ცეცხლიც და კარგადაც ცხელდება ჩვენი ქვა. სანამ გაცხელდება ჩვენი ქვა, მანამდე მოვამზადოთ ხორცი. დაგვჭირდება კამის თესლი. კამის თესლის ძალიან უხდება მეგობრებო. აი ესე ცოტა ორნენი ბევრი არა. თანაბრად გადავანაწილოთ მეორე მხარესაც. აი ესე.
მარილიც მოვაყაროთ. მეორე მხარესაც მარილი. ჩვენი ხორცი უკვე მზად არის შესაწვავად. ძალიან მაგარია მეგობრებო, შეხედეთ. სუმჭლე. ხორცი უკვე მზად არის. ცეცხლით დავანთე. ეხლა დაველოდები, როდის გაცხელდება ეს ქვა, რომ დავდო ხორცი. მანამდე კი წვენს დავდევ. ძალიან მაგარია. მზეც მთას ეფარება ნენელა, მზე აღარ გამოჩდება, მაგრამ არა უშავს. ხორცს მაინც შევწვალ ბოლომდე. ფიქრობ, რომ უკვე გაცხელდა ჩვენი ქვა და დავდოთ ხორცი ზემოდან. აი ესე. დაველოდოთ ახლა, ერთი მხარე შეიწვას და მე ამოვატრიალებ. როგორც ხედავთ, იდეალურად იწვება და ახლა ამოვატრიალებ, რომ მეორე მხარე შეიწვას. აი ესე. აი მე რა რბილია. უსმინეთ როგორ შიშხინებს. აი. აბა შევხედო, თუ მზად არის ამოსატრიალებლად. ჯერ კიდევ არა. კიდევ ერთხელ ამოვატრიალოთ. ოპა, ვაიმე. შვენიერი, ძალიან მაგარი. ცოტა ხანი შეიწვას. მენი ხორცი უკვე გამზადდა და ეხლა გადმოვიღებ დაფაზე. აბა როგორ გამოიყურება. ესეც ასე. დავჭრი, აი ამას, ჯერ შუაზე, რომ განახოთ შიგნიდან როგორ არის შემწვარი. აი მეგობრებო, ნახეთ. სუწვენი განმოდის. ამას კიდე გავჭრი ერთხელ. აი ასე. ნახეთ რა შესანიშნავია. დავაგემოვნებ და ვნახავ თუ როგორი გემო აქვს. აქ მაქვს სოიო სოუსი, უგემრიელესი. აი აქ დავდებ. უწუნიანესი. აბა ეხლა სოიოს სოუსში ამოვავლებ ამას. საოცრება მეგობრებო. საოცრება. მიმტანი სად არის მიმტანი? წაიღოს კერძი. ხორცი შევწვით იდეალურად. ძალიან გემრიელი გამოვიდა ის სუნელი ქინძის თესლი. ისე მაგრად მოუხდა, რომ ძალიან გემრიელი იყო. ამინდი შეიცვალა. მოიღრუბლა, ალბათ წვიმას აპირებს, არ ვიცი. შევეცდები მოვასწრო ზემოდან, უმაგრესი ხედი გადავიღო, თუ როგორ ჩადის მზე და ამას განახებთ თქვენ. კარგი, აბა, წავედით. ძალიან მაგრად მოვასწარი რა, მზის ჩასვლის მომენტში დაიწყო წვიმა და შესანიშნავი კადრები გამოვიდა, ალბათ დამეთანხმებით. ჯერ კიდევ ჩვენი დღე არ დამთავრებულა, ამ ყველაფრის შემდეგ საჭიროა ბანაობა. ბანაობა აუცილებელია 100%-იანი. თუ გინდა იგზნოთ ჩვება, გამოიხედეთ 72%-იანი საფონი. დამიჯერეთ არინარე. აგარია რა 72%-იანი საფონი მეგობრებო. ამ საფონის ბანაობის შემდეგ დამიჯერეთ 20% ენერგია მოგემატება. 20% მეგობრებო. ბანაობა შესანიშნავია. თუ საშუალება გააქვს, ყოველ დღე უნდა იბანაო. მეზარება დღეს არაფერი არ მიკეთებია და რატო უნდა ვიბანაო, ეგეთები არა. თუ საშუალება არის, ყოველ დღე უნდა ვიბანაოთ. დაძინების წინ უკეთესია. ხორცის გემრიელი იყო მეგობრებო. ცივი წყალიც კარგი იყო, აღმართზე სიარულიც ფანტასტიკური. რა ვიცი, ალბათ კარგი დღე გამოვიდა. თუ ბოლომდე უყურებდი ამ ვიდეოს, დიდი მადლობა, გაიხარე. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ლოგინი მზად არის, ეხლა დავწვევი. საღამოს 10 საათი სრულდება. ადრე ვიძინებ ხოლმე. დიდხანს არ ვჩერდები. რატომ უნდა გავჩერდები ვიანობამდე? საშუალება თუ არის, დავიძინებ მალე. 9-ზეც ვიძინებ ხოლმე და 10-ზეც. ზოგჯერ 9-ზე, ზოგჯერ 10-ზე. ამიტომაა, რომ დილით ენერგიულად ვიღვიწებ.
არ მიჭირს ადგომა და თავსაც შესანიშნავად გრძნობ. ძალიან კარგად, ასე რომ ვთქვათ. აი